ერთი ასეთი შეკითხვა, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მარხვის დროს ინტიმური სიზმარი მოშლის თუ არა მარხვას, აი ვთქვათ, იასლოღის შემდეგ, ან დღის რომელიმე მონაკვეთში დაიძინა ადამიანმა და ნახა ასეთი სიზმარი. ამ შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, წარმოექმნება ღუსლის აბდესის, ანუ ტანის დაბანის ვალდებულება, თუმცა ეს მარხვას არ მოშლის. ადგება იბანავებს, აბდესს აიღებს, ჩვეულებრივად მარხვას გააგრძელებს. რადგანაც ეს არ მომხდარა მისი ჩარევით, მისი გამოწვევით. ან შეიძლება ვთქვათ, რომ გაეღვიძა უკვე იმ საქმე მოახლოებულია. იბანაოს უკვე ჭამას ვერ ასწრებს, იასლოღის ჭამას, ჭამოს უკვე იმ საქმე დგება. ამ შემთხვევაში მას შეუძლია ჯერ მიირთვას იასლოღი და შემდგომ იბანაოს. არც ეს მიაყენებს მარხვას რაიმე ზიანს. ამის შესახებ შუამან ალეისალათუ ვესელამის ცხოვრებიდან გვაქვს სხვადასხვა მაგალითები ჰადისებში გადმოცემული, რომელსაც მისი მეუღლეები გადმოგცემენ და სწორედ სწავლულების ფეთვაც ამ მიმართულებით არის.